კიევი და ბუდაპეშტი ურთიერთობების გადატვირთვას აქტიურად შეუდგნენ. პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე შვედეთში უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს. ანდრიი სიბეჰასა და ანიტა ორბანს შორის პირველი პირისპირი შეხვედრა შედგა ნატოს მინისტერიალის პარალელურად. დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ იქნება მეორე შეხვედრაც უკვე ექსპერტების დონეზე, რომლის ცენტრალური საკითხიც ეროვნული უმცირესობების უფლებებზე კონსულტაციები იქნება. უკრაინაში მცხოვრები ეთნიკურად უნგრელების საკითხი არ ახალია. მათთვის მშობლიურ ენაზე საუბრისა და სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობის საკითხი პირველმა უნგრეთის ყოფილმა პრემიერმა ვიქტორ ორბანმა წამოწია და კიევი გადაცდომებში დაადანაშაულა. სხვა ბევრ პოლიტიკურ მიმართულებასთან ერთად ორბანი ამ საკითხზე აპელირებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა თუ მისთვის დახმარების დაპყრობის არგუმენტს ამღარებდა. საკითხით დაინტერესებულია უნგრეთის უკვე ახალი პრემიერიც, თუმცა კონსტრუქციული რიტორიკის ფარგლებში. დაინტერესებულია კიევიც, რადგან საკითხს მისთვის უფრო ფართო დიაპაზონი აქვს, რომელიც ევროინტეგრაციას ეხება. ვთანხმდებით, რომ ჩვენი დიალოგის საღწია დადებითი განვითარება როგორც ჩვენი ერებისთვის, ისე მთელი ევროპისთვის, კოორდინაცია გავუწიოთ შემდგომ ორმხრივ კონტაქტებს ყველა დონეზე. ორივემ ვაღიარეთ ამ მიმართულებით პროგრესის მნიშვნელობა. ამავდროულად ვცდილობთ ვიპოვოთ კონსტრუქციული გადაწყვეტილებები და მივახციოთ ხელშესახებ შედეგებს. ჩემი მხრიდან ხაზი გავუსვი უკრაინის ევროკავშირში გაწევრების კრიტიკულ მნიშვნელობას და მოლაპარაკებების დროულად გახსნის აუცილებლობას. ანდრიი სიბიჰამ უნგრელ კოლეგას რუსეთის წინააღმდეგ ომში არსებული სიტუაციაც გააცნო ფრონტიდან. ესაუბრა სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივებსა და საკითხში ევროპის პოტენციურ ჩართულობაზეც. არ გამოირიცხება, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერს პიტერ მადიერს შორის შეხვედრა უახლოეს პერიოდში უკვე იმ ნიშში შედგეს. ამის შესახებ მზაობა კიევსა და ბუდაპეშტს დაფიქსირებული აქვთ.